საქართველოს შუადერეფნის პოტენციალი, ანაკლის სპორტი, ევროკავშირთან ურთიერთობა, რუსეთიდან გამომდინარე საფრთხეები და ოკუპაცია. ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება, როგორც რეგიონული სტაბილურობისგან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ინდოეთთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ეს არის საკითხები, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. მაკაბუჭორიშვილი მესამე დღეა ინდოეთის დედაქალაქში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში რაიზინა დიალოგში მონაწილეობს. ქართველმა დიპლომატმა უკვე მეორე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ხედვა კავკასიიდან, სწორედ ამ სახელწოდების პანელზე იყო მთავარი მომხსენებელი ქართველი დიპლომატი. ევროკავშირი არის სივრცე, სადაც გსურდა ჩვენი თავი გვეხილა, ანუ რომ ყოფილიყავით შესაბამისობაში დასავლურ სახელმწიფოებთან, ყოფილიყავით ევროკავშირსა და ნატოში. ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა ნატოსთან და ევროკავშირთან. საქართველოს წვლილი შეჰქონდა სამშვიდობო პროექტებში, რომელიც ხორციელდებოდა მაგალითად ავღანეთში. იქ ჩვენ როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო ნომერ პირველი კონტრიბუტორი ვიყავით. 2014 წლიდან კი ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები ვართ. გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც ნიშნავს ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობას. 10 წელი გავიდა და საკმაოდ ინტენსიური პროცესია. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს შეძლო მოწინავე გამხდარიყო ევროკავშირის სხვა პარტნიორებთან შედარებით. მივაღწიეთ ძალიან ბევრს რეფორმების კუთხით, რაც ჩვენთვის სასარგებლოა და გვეხმარება, რომ ვიყოთ მოწინავე პოზიციებზე, როდესაც სხვადასხვა რეიტინგულ სიებზეა საუბარი. მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლისა თუ ღია მმართველობის და ბიზნესის სფეროში. ეს ყოველივე უკავშირდება ძალიან სტრუქტურირებული რეფორმების დღის წესრიგს, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ვატარებთ. ევროკავშირი ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვანი პარტნიორია. ევროკავშირი ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში და ჩვენ ამას უსაფრთხოების გარანტია დაგვიქვამთ, რადგან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყავს ევროკავშირის მონიტორინგის მისია. ჩვენთვის მათი იქ ყოფნა კვლავ მნიშვნელოვანია. 2023 წელს კი გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სახელმწიფო. ეს ჩვენთვის დიდი ხნის მიზანია, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციით. სხვათა შორის სწორედ ამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს მუხლი კონსტიტუციაში ჩაედო 2018 წელს. ეს კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად, რომელსაც უნდა მივახციოთ. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ საჭიროა ვისწავლოთ ჩვენს და ევროკავშირმაც თუ როგორ მივახციოთ ამ მიზანს, რადგან ეს არ არის მარტივი დრო ევროკავშირისთვის, არც საქართველოსთვის. ჩვენ მრავალ უცხოურ გავლენასთან გვიწევს ბრძოლა, თუმცა ამას ვახერხებთ. დარწმუნებული ვარ, რომ გავაგრძელებთ დიალოგს სერიოზულ საკითხებზე, როდესაც ევროკავშირზე ვსაუბრობთ, ერთი რამ უნდა ითქვას, საქართველო და ეს რეგიონი ახალია ევროპისთვის. ჩვენ ჩვენს თავს ევროპელებად მივიჩნევთ, ეს არის ევროპული ქვეყანა, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ევროპულ სტრუქტურებში ცხოვრების ისტორია. იგივე შეიძლება ითქვას ევროკავშირზე კი, ისინიც გვხედავენ ევროპელებად, თუმცა მათაც არ აქვს ჩვენთან როგორც ერთ ოჯახად თანაცხოვრების გამოცდილება. სწორედ ეს უნდა ვისწავლოთ. თუ კი რუკას შევხედავთ, ეს საკმარისია იმის აღსაქმელად, თუ რამდენად კომპლექსურია ეს რეგიონი. საქართველოსა და ევროკავშირს სჭირდებათ სერიოზული დიალოგი იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაისვას საქართველოს როგორც განვითარებადი ქვეყნის და ამავე დროს როგორც შუადერეფნის მონაწილე მნიშვნელოვანი მოთამაშის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს დაკავშირებადობის პროექტებში. ჩვენ გვაქვს გარკვეული შესაძლებლობები ამის განსახორციელებლად, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ დიდ ინვესტიციას ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის დაკავშირებადობის პროექტები. ანაკლის სპორტი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი პორტი საქართველოში, ფოთის და ბათუმის, ორივე მუშაობს, თუმცა დიდი გემებისთვის ეს არ არის საკმარისი. საკმარისი არ არის რესურსების სრული ათვისებისთვის. ამიტომაც დაიწყო ანაკლის პროექტი. არ დავაკავშირებდი მას გეოპოლიტიკასთან, ეს უფრო უკავშირდება ეკონომიკურ თანამშრომლობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის. ჩვენ ძალიან ღია ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის. მხოლოდ ჩინური კომპანია არ მუშაობს ანაკლის სპორტზე. ბელგიური კომპანიაც ასრულებს სამუშაოს ნაწილს. ამ პორტის დიდი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშია. უსაფრთხოების თემა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დიახ, საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელსაც აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. საქართველოს ორი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც ინარჩუნებს იქ სამხედრო ყოფნას და ეს არის არსებული მდგომარეობა, რომელიც უკვე 10 წლეულებია გრძელდება. განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციასთან 2008 წლის ომის შემდეგ, რომლის შემდეგაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. თუმცა მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს აღიარების პოლიტიკის კუთხით, რადგან ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება. საერთაშორისო სამართლისა და მისი პრინციპების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის. ასე რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი რჩება ძალიან მნიშვნელოვან პრინციპებად,
რომელიც უნდა დავიცვათ და მუდმივად გვახსოვდეს, რომ ეს პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო წესრიგის საფუძველს. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა საერთაშორისო ფორმატისა და ფორმის გამოყენებას, რათა ვისაუბროთ ამის შესახებ და გადავჭრათ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ამავე დროს ჩვენ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ კონფლიქტების მოგვარების გზა უნდა იყოს ცალსახად მშვიდობიანი. ჩვენ გვაქვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც წარმოდგენილი არიან ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოსთან და რუსეთთან ერთად. ეს ფორმატი კონფლიქტების და მისი გადაჭრის გზებზე საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ შემეკითხებით, მე ვერ გეტყვით, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა დღეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ის გადაიჭრება და უნდა გადაიჭრას, რადგან ეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს ევროპული უსაფრთხოების კონცეფციისგან გამოცალკევებულად ვერ განვიხილავ. ფარას მოთხოვნების შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ნიკა გილაურის კომპანია რეფორმატიქსმა ამერიკულ ლობისტურ კომპანიას $600,000 უნდა გადაუხადოს. ხელშეკრულების მიხედვით დაქირავებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე, უზრუნველყოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ცნობიერების ამაღლება ამერიკისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, უზრუნველყოს რეგულარული შეხვედრები და ვიდეოზარები კლიენტთან, რათა ინფორმაცია მიაწოდონ ფირმის საქმიანობის შესახებ და დაგეგმონ მომავალი აქტივობები. კლიენტი ვალდებულებას იღებს გადაუხადოს კომპანიას ჯამში $600,000. კონტრაქტი დათარიღებულია 2025 წლის 20 თებერვლით, ფარაზე კი 13 მარტს გამოქვეყნდა. კომპანიის მხრიდან ხელმოწერილია კარლო ტრუხილო, რომელიც 2018 წლიდან 2021 წლამდე უცხოური კომპანიის წარმომადგენელი იყო. მას აქვს არაერთი საკონსტიტუციო საქმიანობა ბიზნეს გულისხმობ. ეს კომპანიაც რეფორმატიქსიც საკონსტიტუციო კომპანიაა. შესაბამისად შეიძლება ეს იყოს მხოლოდ ეს თქვათ რაღაც ტრანზაქციული ხასიათის გადასახად, რომელიც ემსახურება კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების შემოსავლების ზრდას და მაქსიმალურად ეს ჩვეულებრივი ლობისტური საქმიანობა შესაძლოა იყოს ბიზნესის საკეთებლად და ფულის დამატებითი ფულის საშუალებლად. თუმცა არაფერი გამორიცხული არ არის. გილაური კი არ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, აზიანებს არალეგიტიმური ქართული ოცნება იმ სისტემური დანაშაულით, რომელიც ჩაიდინა მან ამ თვეების განმავლობაში. რომელიც თითქოს ამბობდა საზოგადოებას ატყუებდა, რომ ის არის რაღაც პოლიტიკისგან დაცლილი და არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ლობისტურ კომპანიას ქირაობს რაღაც $500,000-ზე მეტ დოლარს იხდეს იმისთვის, რომ ამ კომპანიამ და აქედან იწყება უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი რა გააკეთოს. რაში გაუწიოს ლობირება კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რაში გაუწიოს დახმარება, რის მოტყუებაში გაუწიოს დახმარება კოლექტიური ნაცმოძრაობა ეკიდება ხავს, რეალურად მათ არანაირი ნიადაგი საქართველოში აღარ გააჩნიათ. პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი მეორე მოსმენი დაუჭირა. მედიასთან დაკავშირებული ორი საკანონმდებლო პაკეტიდან ერთი ქართულ მედიაში ბრიტანული მოდელისა და BBC სტანდარტების დანერგვას ეხება. ქართული ოცნების განცხადებით ამ ცვლილებებით მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები დადგინება და კანონის დაცვის ინსტიტუციური მექანიზმი განისაზღვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ აქამდე თვითრეგულირების ფარგლებში მოქცეული საკითხების განხილვის უფლება კომუნიკაციების კომისიას მიენიჭება და საჭიროების შემთხვევაში პროცესში სასამართლოც ჩაერევა. თუ კონკრეტული პირი რომელიმე ტელევიზიის ან რადიოს წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას განცხადებით მიმართავს, კომისია საკითხს განიხილავს და კანონ დარღვევის შემთხვევაში პირველ ეტაპზე მედიას საშუალებას გააფრთხილებს, დარღვევის განმეორების შემთხვევაში დააჯარიმებს და საბოლოოდ არ არის გამორიცხული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმე ავტორიზაციის შეჩერებამდეც მივიდეს. ჯარიმის ოდენობებს კომუნიკაციების კომისია ინდივიდუალურად დაადგენს. ცვლილებების მეორე პაკეტი მედიის დაფინანსებას ეხება, რომლის მიხედვითაც მედიას საშუალებებს უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება ეკრძალება. საუბარია როგორც ფულად თანხაზე, ასევე ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალურ სიკეთეებზე.
ფონდები ეხმარებოდა ხალხს, მაგალითად თოვლში ჩარჩენილ ადამიანებსა და ოჯახებს. ამიტომ ამ ფონდების დაყადაღება სინამდვილეში არის ბოროტება. როგორც ჩანს, არალეგიტიმურ ქართულ ოცნებას აღიზიანებს ხალხის დახმარება, ფონდების საზოგადოების მხრიდან ხალხის შეხიდება. როცა ქვეყანაში სადაც საშუალო ხელფასი არის 2100 ლარი, ამ ქვეყანაში 5000 ლარიან ჯარიმას აკისრებ ადამიანს იმისთვის, რომ ქუჩაში გამოვიდა და აზრი გამოხატა, ეს არის დრაკონული კანონი. მათ შორის ასეთ ადამიანებს ეხმარებოდა ეს ფონდები და ამას, ანუ თანაგრძნობას, სოლიდარობას, ადამიანურ დამოკიდებულებას, ამის წინააღმდეგ როდესაც ილაშქრებ, ყოველთვის ბოლოში დამარცხდები. ეს საქმე მთლიანად ამ ფონდების, ყველა ფონდის ესე ვთქვათ, ესე დაყადაღება შეჩერება მათი საქმიანობის სასახდე ემსახურება ქართულოცნების ამოცანას, რომ მიზანს რომ ჩაახშოს სხვადასხვა ფორმით პროტესტი, ჩაახშოს ეს ვთქვათ აქტივისტების და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში. აქ არის ჩვეულებრივი შესაბამისი სტანდარტები, ნორმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ფონდი. არა აქვს მნიშვნელობა რისთვის არის შექმნილი. და აკმაყოფილონ ის ფონდი გახადო გამჭვირვალე რა როგორცაც რასაც ითხოვს შესაბამისი სტრუქტურები და მორჩა რა პრობლემაა. ვინც არ უნდა დააფინანსოს, რა ფონდებიც არ უნდა შექმნას. ქართულმა ხალხმა და ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ ისინი დგანან სხვა მხარეს, რევოლუციის, ქაოსის, არეულობის მხარეს, ხოლო დანარჩენი საზოგადოება, ეკლესია, ერის, ბერის გაერთიანებული ვართ, რომ მშვიდობა შევინარჩუნო და ეკონომიკური განვითარება გქონდეს. პარლამენტმა ასევე ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე დაამტკიცა. ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის ერთობლივი ინიციატივით კანონმდებლობა მკაცრდება განსაკუთრებით ნარკორეალიზატორებისთვის, თუმცა დამატებითი შეზღუდვები ნარკომომხმარებლებსაც უწესდებათ. დაგეგმილი ცვლილებებით ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მცენარე კანაფისა და მარიხუანას რეალიზებისთვის სასჯელი მაქსიმალურად მკაცრდება და ნარკორეალიზატორს 12-დან 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება. დაგეგმილი ცვლილებებით თუ პირს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ლაბორატორიულად დაუდასტურდება, ნარკომომხმარებელს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლით აეკრძალება და იარაღთან დაკავშირებული უფლებები შეეზღუდება. ამასთან 5 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება აღარ ექნება. ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით მოსამართლის დისკრეციით პირს დამატებითი სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მას სისხლის სამართლის სხვა დანაშაული უკვე ჩადენილი აქვს. ნარკოტესტზე უარის თქმის შემთხვევაში კი მოქალაქე ნარკომომხმარებლის მსგავსად ადმინისტრაციული წესი დაიჯება და ანალოგიური შეზღუდვები დაუწესდება. ამ კანონპროექტის მიზანია ჩვენი გუნდის მიერ გაჟღერებული ბრიტანული მოდელის და ბრიტანული სტანდარტების, რომელიც ეხლა გათვალისწინებული იყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსში, რომელთა შესრულების ვალდებულებას თავად ჰქონდათ აღებული მაუწყებლებს 2009 წლიდან, მაგრამ სამწუხაროდ პრაქტიკაში ეს სტანდარტები არ სრულდებოდა. ეხლა შემოთავაზებულია მექანიზმი, სადაც გაუმჯობესებული მექანიზმი, სადაც მათ შორის ასეთ შემთხვევებზე დარღვევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და საკითხების განხილვა შესაძლებელი გახდება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ბრიტანული მოდელის სტანდარტები გავრცელდება როგორც მაუწყებელზე, მაუწყებლის მიერ ტელევიზიის სახით გადაცემულ ინფორმაციაზე, ასევე მაუწყებლის Facebook გვერდსა, ანუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე და მაუწყებლის ვებგვერდებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე. სხვანაირად უბრალოდ ალოგიკური გამოდის. ანონიმურობა თავისთავად უნდა იყოს დაცული, თუ ეს მიაჩნია საჭიროდ ჟურნალისტს, მაგრამ ანონიმურობა არ უნდა იყოს სიცრუის და ცილისწამების გამართლება და აი ამ შემთხვევაში კი ბატონო წყარო დაცულია, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მაუწყებელს და ეს სადმე უნდა იყოს ასახული. კარგი იქნება დაზუსტება, რომ იგივე ანონიმური წყაროსაგან მიღებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს დამადასტურებელ რაიმე დოკუმენტს ან რაიმე ხელშესახებ საბუთს, რომლითაც დასტურდება მისი სიტყვების სიმართლე, იმიტომ რომ ეს მიგვიყვანს გარდაუვალ და დაუსრულებელ სასამართლო გარჩევამდე. Ყოველდღე იმაზე მითითება, რომ წყარო მომაწოდა ინფორმაცია და თეთრზე რომ შავის მტკიცება იყოს, ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება მითითებული, ვერ იქნება ჩართული, რომ ფაქტები სიზუსტით არის გავრცელებული. დამატებით არაფერს არ ვამატებთ, რაც არ არის თვითრეგულირებაში გაწერილი, ანუ ქცევის კოდექსში გაწერილი, რაზეც 2009 წლიდან 15 წლის განმავლობაში, 15 წელზე მეტი
რუსეთია უკვე მაუწყებლობს ამ ვალდებულება აღებული საკუთარ თავის წინაშე რომ დაიცავდნენ, ზუსტად იმ ვალდებულებების შესრულების მექანიზმი იცვლება რეალურად, რომ გასაჩივრება შესაძლებელია კომუნიკაციების კომისიაში და დამატებითი ვნახოთ, პრაქტიკა ვნახოთ, როგორც ჩამოყალიბდება, თუ ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ დამატებით ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. ამერიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა. ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი დაარღვევს პირობებს, კიევი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტი მდგრადი მშვიდობით უნდა დასრულდეს. ჩვენ არ გვისაუბრია დახმარებაზე, სინამდვილეში საერთოდ არ გვისაუბრია დახმარებაზე. ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარება არ განგვიხილავს. ეს არასოდეს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი უყოფილიყავი. ეს არ იყო ომი, რომელიც უნდა მომხდარიყო და ის მოხდა. ასე რომ ჩვენ აქ ვართ და ახლა თქვენ გაქვთ ბევრი იარაღი, რომელიც ერთმანეთისკენაა მიმართული და ცეცხლის შეწყვეტა ცოტა უფრო შორს წასვლის გარეშე რთული იქნებოდა. რუსეთს აქვს უპირატესობა, როგორც იცით, მათ ალყაში მოაქციეს დაახლოებით 2500 ჯარისკაცი. ისინი ალყაში არიან და ეს არ არის კარგი. ტრამპის 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივასთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ აღნიშნა რიგი საკითხები, რომლებიც ეხება საბრძოლო ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფას, ასევე უკრაინელების იძულებითი მობილიზაციისა და სამხედროების გადაიარაღების შეჩერებას. რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საგულდაგულოდ შეისწავლოს მოგვარების შესაძლო გზები, რომელიც უნდა იყოს კომპლექსური, მდგრადი, გრძელვადიანი ხასიათის და რა თქმა უნდა გაითვალისწინოს კრიზისის ძირეული მიზეზების, აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობა და რუსეთის კანონიერი ინტერესები უსაფრთხოების სფეროში. კრემლის ცნობით საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდანაცილებისა და მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით საკვანძო პირობა უნდა იყოს საგარეო სამხედრო დახმარებისა და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეწყვეტა. რუსული მხარის ცნობით საუბრისას დონალდ ტრამპმა წამოაყენა წინადადება, რომ კონფლიქტის მხარეებმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებზე 30 დღით უარი თქვან. ვლადიმერ პუტინი ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა და რუს სამხედროებს მაშინვე მისცა შესაბამისი ბრძანება. რუსეთის პრეზიდენტი ასევე კონსტრუქციულად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ იდეას შავი ზღვის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების შესახებ ცნობილი ინიციატივის განხორციელების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამგვარი შეთანხმების კონკრეტული დეტალების დამატებითი შემუშავებისთვის. კიევი მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის წინადადებას. ვფიქრობ, სწორი იქნება ჩვენ გქონდეს საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცოდეთ დეტალები. რა შესთავაზეს რუსებმა ამერიკელებს, ან რა შესთავაზეს ამერიკელებმა რუსებს. მას შემდეგ, რაც მივიღებთ დეტალებს ამერიკის პრეზიდენტისგან, ამერიკული მხარიდან ჩვენ გავცემთ პასუხს და გუნდი მზად იქნება ტექნიკური საუბრებისთვის. პრეზიდენტ ტრამპს თუ შეუძლია ზეწოლა დეტალებთან დაკავშირებით და ენერგეტიკისა და ზღვაზე დარტყმების შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუ ეს პირველი ნაბიჯია, ხოლო ჯერჯერობით სხვა ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, მაშინ გვითხრას დეტალები, როგორ გავაკეთებთ ამას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მხარე, სულ მცირე ამერიკული და უკრაინული მხარე, მხარს დაუჭერს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემცირებისკენ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ასეთ ნაბიჯებს მხარს დავუჭერთ. ძალიან მინდოდა, რომ პრეზიდენტ ტრამპს მოესმინა და დაენახა რა სურს პუტინს. პუტინს სურს რამდენიმე შეტევითი მოქმედების განხორციელება ზაპოროჟიეს მიმართულებით აღმოსავლეთით, ხარკოვისა და სუმის მიმართულებით. რისთვის? იმისთვის, რომ მაქსიმალურად ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე და შემდეგ წამოაყენოს ულტიმატუმები. არ მინდა ჩვენ ვიყოთ პუტინის მენიუში. ჩვენ არ ვართ სალათები, კომპოტი ამ ადამიანისთვის. მიუხედავად მისი მადისა, ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენ გარეშე ჩვენზე მოლაპარაკება არასწორია. დეგი ნაბიჯი უნდა იყოს ცეცხლის სრული შეწყვეტა და რაც შეიძლება სწრაფად. რა თქმა უნდა, ცხადია და ამაში ორივე თანხმებით, რომ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული უკრაინის გარეშე. სწორედ ამიტომ გსურს სწრაფად და თანმიმდევრულად გავაუმჯობესოთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები. ეს დარჩება ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ეროვნულ და ევროპულ დონეზე, მომდევნო წლებისა და 10 წლეულების განმავლობაში. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. უახლესი დისკუსიების სწორი მიმართულებით მიდის და ჩვენ გვინდა ომის მყარი, გრძელვადიანი დასრულება უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მიზანი იგივე უნდა დარჩეს. გქონდეს მყარი, გაზომვადი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა.
დეტალური და სრულფასოვანი სამშვიდობო დისკუსიების გახსნა, რაც მოგცემს მყარი და მუდმივი მშვიდობის დამყარების საშუალებას. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია უკრაინელების გარეშე, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ისხდნენ. შესანიშნავი სიახლე ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად იქცა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სამშვიდობო შეთანხმებას და ვიმედოვნებთ, რომ ბრიუსელი არ დაარღვევს სამშვიდობო პროცესს. გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ქარელის სოფელს ღუდერში 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის განზრახველობაში ბრალდებული ელგუჯა და ემზარ მედოშვილები დამნაშავესნო. სასამართლომ ბრალდებულებს 16-დან 20 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი სოფელს ღუდერში გასული წლის 1 სექტემბერს დინარის პირას წამებით მოკლეს და მისი ცხედარი ადგილობრივებმა იპოვეს. მას ხელები ზურგზე თოკით ჰქონდა შეკრული. ახალგაზრდა კაცი ყელის, სახის და სხეულის სხვა ადგილებში ჩალურჯებები და სისხლდაჟღენთები აღენიშნებოდა. მოკლულის ოჯახის მონათხრობით ძმებმა ემზარდა ელგუჯა მედოშვილებმა ნიკა ღვინიაშვილს ჯერ სცემეს, შემდეგ დააბეს და გაგუდეს. გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ერთხმად ცნო დამნაშავედ. სასამართლო პროცესზე გამოყრეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 1 სექტემბერს ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ ღუდაში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიც მსაჯულებმა ორივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლო მათ სასჯელის სახე და ზომად 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემების მოგვარების ერთწლიანი გეგმა დამტკიცებულია. პრიორიტეტი მომდევნო წლებში შენობა ნაგებობების რეკრეაციული სივრცეების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადაპტირება იქნება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით ნაწილობრივ მოგვარდა პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები. კონკრეტულად კი გაიზარდა ჯარიმები იმ მძღოლებისთვის, ვინც სპეციალური ნიშნის ქვეშ არსებულ საპარკინგო სივრცეს არამიზნობრივად გამოიყენებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველა პრობლემა, რაც შეშრომილ პირებს აწუხებთ, ეტაპობრივად გადაიჭრება. ყოველ წელს მუნიციპალიტეტი ამტკიცებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამოქმედო გეგმას, რაც მუნიციპალიტეტმა უნდა განახორციელოს. ამ წელს მუნიციპალიტეტს აქვს უკვე ახალი რეკრეაციული სივრცეებში, ყველა გათვალისწინებული იქნება 5 რეკრეაციული სივრცე იყო მითითებული გეგმაში და 5-ვეში გათვალისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტერესი. არის სპორტულ ღონისძიებებში და არის განათლების მიმართულებით მათი ინტერესები გათვალისწინებული. სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა მათი ჩართულობით იქნება და იქნება განათლების მიმართულებით მოტორიკისა და თვითონ ხელნაკეთი ნივთებისთვის შესწავლა და განვითარება მაგ მიმართულებით. გორში თამარ მეფის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსები აშენდება. ინიციატივა კომპანია ჯეოკონცენტრაცია ეკუთვნის, რომელმაც კერძო ბინები შეიძინა და ახლა 6 სართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავს. საკითხი მისაღებია მმართველი გუნდისთვის, რომლებმაც ინიციატივას მხარი საკრებულოს ხდომაზე დაუჭირეს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ქალაქის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. ცნობისთვის კომპანია ჯეოკონცენტრანტი ივანე გოგოლაძეს ეკუთვნის, რომელიც ასევე შეპეს ჯეოკონცენტრატისა და ფიზიკური პირი გიორგი ბასილიაშვილის შორის ხელშეკრულება დადებული. ეს არის კერძო საკუთრება, სადაც მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობის შესახებ არის ინიციირება. რადგან ამ წუთას ქალაქში არ არსებობს გენერალური გეგმა და მერია არ გეგმავს რაიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას აღნიშნულ ტერიტორიაზე და ეს წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ჩვენ ვაძლევთ საკრებულო აძლევს ნებართვას მერის რომ ნებართვა დართოს აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალბინიანი მრავალფუნქციური კორპუსების მშენებლობისათვის თავისი რეკრეაციული ზონით, ავტოტრანსპორტის გაჩერების ადგილებით და ქალაქის განაშენიანებისათვის ფიქრობთ, რომ უფრო ხელშესაწყობი იქნება და ჩვენი ქალაქის განვითარებისათვის უფრო ლამაზი სივრცე შეიქმნება. ამას ერთად ხარი დაუჭირეთ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში უნებართვო მშენებლობებზე სხვადასხვა ტიპის ჯარიმები მოქმედებს. ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს და თქვეს, რომ ამ მიმართულებით კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. გარდა ამისა, ამავე სამსახურის კომპეტენციაა სამშენებლო ნარჩენების მართვის მიმართულებების სხვადასხვა დარღვევების აღკვეთა. შეთე კუჭაიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რათა სამომავლოდ არ მოხდეს მათი დაჯარიმება. ტყისა და ველის ხანძრებს თითქმის 80% ხდება ადამიანის დაუდევრობით, განსაკუთრებით ახლა საგაზაფხულო პერიოდი, როდესაც გარდა მაღალი ტემპერატურის აქტიურად ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაწმენდა, ან სავარგულების გაწმენდა და შემდეგ ნარჩენის უკონტროლო წვა ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ტყის ხანძრების გამომწვევი წყარო, ამიტომ გვინდა რომ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ მოსახლეობას, მიუხედავად ისა, რომ ზაფხული ჯერ კიდევ არ დამდგარა, რისკი საკმაოდ მაღალია, შემთხვევები უკვე გვაქვს ტყის ხანძრების და მაქსიმალურად ყურადღება გამოიჩინონ, თავი შეიკავონ ღია წესით დაწვისაგან, ნარჩენებისაგან, განსაკუთრებით ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე. შიდა ქართლი ერთ-ერთია საქართველოს რეგიონებს შორის, რომელიც ხანძარს საშიშ ზონადაა მიჩნეული. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება, დაიცვან უსაფრთხოების წესები და ემორჩილონ ტყეში გადაადგილებისა და ქცევის დადგენილ რეგულაციებს. სამინისტროს განმარტებით სტატისტიკის მიხედვით ტყის ხანძრები ძირითადად ადამიანის დაუდევრობითაა გამოწვეული. ამასთან საგაზაფხულო პერიოდში განსაკუთრებით ხანძარსაშიში რეგიონების შიდა ქართლის გარდა კახეთი და სამცხე-ჯავახეთია. ცნობისთვის ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტყის ხანძრის რამოდენიმე ფაქტი უკვე დაფიქსირდა. მოიხსენებათ იმ დებულებიდან გამომდინარე, დღეს მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩვენი სამსახური ეწევა სხვადასხვა სახის საზედამხედველო საქმიანობას. ეს მოიცავს კონკრეტულად მშენებლობების საკითხს, ეს არის როგორც უნებართვო, ასევე მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ნებართვების კონტროლი. როდესაც არქიტექტურის სამსახურის მიერ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, უკვე შემდგომ სარეაგირებლად გადმოდის ზედამხედველობის სამსახურთან. ასე ხდება ეტაპობრივი შემოწმება, საეტაპო ოქნების დადასტურება ასეთი არსებობის შემთხვევაში. და ასევე მათი ექსპლუატაციაში მიღება. სამშენებლო სამართალდაღობის ფაქტებიც არსებობს. ესეთი არის ორი სახისა გვაქვს. უნებართვო მშენებლობები გვაქვს და ასევე გაცემული მშენებლობის სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტები გვაქვს. ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტროლს. მიმდინარე მშენებლობებზე წინა მიმდინარე წელს გამოიცა 22 დადგენილება სანებართვო პირობებისა და ასევე უნებართვო მშენებლობების ფაქტზე. აქედან ნაწილი დადგენილებების აღმოფხრის შეფაქტები ჰქონდა, ასეთაც გამოიცა დადგენილებები ასეთი 4 ჰქონდა საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ნაწილზე დანიშნულ შემთხვევებში მოხდა დაჯერმების ფაქტი. სხვადასხვა სახის არის ეს ჯარიმებიც, არის ქალაქში სხვა არის დაბაში და სოფელში სხვადასხვა ასეთი ტარიფია. ამას არეგულირებს საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობათა კოდექსი. ასევე ჩვენს სამსახურის კომპეტენციაში შემოდის ადმინისტრაციული სამართალდაღებები. ეს არის გარკვეული მუხლები ადმინისტრაციული სამართალდაღებათა კოდექსიდან, ასევე გვაქვს არჩევნების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდაღებები. მსგავსი ფაქტები ჰქონდა ერთ-ერთი კომპანიასთან გვაქვს ამ წუთში სასამართლო დავა მიმდინარეობს. საკმაოდ სოლიდური თანხით მოგვიწია მათი დაჯარიმება უნებართვო სანაყარის მოწყობასთან დაკავშირებით, ანუ უნებართვოდ განათავსეს გამომუშავებული ქანები. ეს საკმაოდ მაღალი ჯარიმა იყო, 30000 ლარს მოიცავდა და დღესდღეობითაც ამ წუთში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. წინა წელში აქტიურად შევიდა ის კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებდა ამინისტიას სამშენებლო სამართალდაღებებთან დაკავშირებით. ეს მოიცავდა კერძო სახლებს, ანუ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს და დამხმარე ნაგებობებს ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ჩვენთან, ანუ რეესტრთან მიმართვიანობა არსებობს მოქალაქეებს, რომლებმაც 2023 წლის 1 დეკემბრამდე განახორციელეს ასე ვთქვათ უნებართვო მშენებლობა საცხოვრებელი სახლების ან და დამხმარე ნაგებობების. შესაბამისად რეესტრის მიმართვიანობიდან რეესტრში როცა მიმართავს მოქალაქე და ითხოვს აღნიშნული ქონების დარეგისტრირებას, რეესტრი თავის კომპეტენციის ფარგლებში გადმოგიგზავნის გადასამოწმებლად აღნიშნულ ობიექტებს. თუ კი ჩვენს მიმართ მოხდება იმის დადასტურების ფაქტის, ან იმის დადასტურება, რომ ეს ფაქტი ნამდვილად ესე მოხდა, ხდება გამოკითხვა მოქალაქეების, მეზობლების
უდასტურებს და რეესტრის შესაბამისად ქონებას არ რეგისტრირებს. მაგრამ გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები შეცდომაში არიან შეყვანილი და ანუ უნებართვო საქმიანობა განახორციელეს 23 წლის შემდგომ, ანუ 24 წელში და გქონია ესეთი შემთხვევაც, რომ მოგვიწია მოქალაქის დაჯარიმება, როგორც უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის 2024 წელში. შესაბამისად, რა ვიცი, მოსახლეობასთანაც ასეთი თხოვნა გვექნება, რომ ჯერ მოიპოვა მშენებლობის ნებართვა, შემდგომ უკვე ურთიერთობა იქონია მუნიციპალიტეტის ჯერ არქიტექტურის და შემდეგ ზედამხედველობის სამსახურით.